ვინ არიან ის ინვესტორები, რომლებიც თვლიან, რომ დღეს საქართველოში ფულის დაბანდების დროა? საინვესტიციო პორტფელი, კაპიტალის მოძრაობის დინამიკა და ქართული ბაზრის პერსპექტივები. როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე? გადაცემა ინვესტორის საქმიანი ადამიანებისთვის, საინტერესო სტუმრებით და სიახლეებით. ყოველ პარასკევს ჩვენ ხვდებით ერთმანეთს. გადაცემის გენერალური სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი მსხალი, ოქროს მედალი, ლიმონათის საფერავი, ოქროს მედალი, ლიმონი, ვერცხლის მედალი, ნაღები, ვერცხლის მედალი, ზედაზენი ტარხუნა, ვერცხლის მედალი. ზედაზენი ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომლითაც იამაყებს საქართველო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა ინვესტორს ლელა ციკლაურთან ერთად. გადაცემა საქმიანი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ორიენტირებულია წარმატებაზე. როგორც ხედავთ, დღეს ჩვენ ღია სტუდიით ვართ, თბილისის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ვიმყოფებით და ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა გახლავთ ქართული ხარისხის ნიშანი, წითელზე თეთრით Q. რას ნიშნავს ქართული ხარისხის ნიშანი? არ არის გამორიცხული ამ სამომხმარებლო კალათებში, რომელიც სახედავთ ჩემ კადრს მიღმა, სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი იყოს, ისეთი, რომელსაც დატანებული აქვს სწორედ ქართული ხარისხის ნიშანი. კომპანიები კი სულ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ მათი კომერციული მომგებიანობის სრული გარანტია სწორედ ხარისხის გაზრდა და ამისთვის ინვესტიციებსაც არ ინანებენ. მართალია ნებაყოფლობითია ქართული ხარისხის ნიშნის მოპოვება და ამაზე სრუნავს ქართული ხარისხის ნიშნის ასოციაცია, თუმცა მომხმარებელი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე სულ უფრო მეტად, სულ უფრო მატულობს იმ მომხმარებელთა რაოდენობაც, რომელიც ხშირად კითხულობს პროდუქციის ეტიკეტს დაწვრილებით და ირჩევს სწორედ ხარისხის ნიშნის მქონე ქართულ პროდუქციას. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა არის ქართული ხარისხის ნიშანი, რას ნიშნავს მომხმარებლისთვის და რას ბიზნეს კომპანიებისთვის. გადაცემაში ასევე ნახავთ. რას ნიშნავს წითელზე თეთრით Q? ლოგოტიპი, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ პროდუქტზე გაჩნდა. ქართული ხარისხის ნიშანს დღეს 70-მდე კომპანია ფლობს. რა არის ხარისხის ნიშანი? მომხმარებლის ერთგულების მოპოვებისა და ახალი ბაზრების დაპყრობის შანსი თუ კიდევ ერთი ნებაყოფლობითი მისწრაფება იყო პირველი? ვინ აფასებს დღეს საქართველოში ხარისხს? რატომ ამბობენ საქართველოს ხარისხის ფონდში, რომ მათ უნდა ენდონ? რა უპირატესობით სარგებლობენ ხარისხის ნიშნოსნები? მომხმარებლის გულის მოგება ხდება არამხოლოდ ლამაზი შეფუთვით, არამედ რა თქმა უნდა, ესაა უმაღლესი ხარისხი. ხარისხი უნდა გახდეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამა თუ იმ პროდუქციისა და მომსახურების. საბაზრო ეკონომიკაში არსებული კონკურენციის პირობებში მწარმოებლები მუდმივად ეძებენ საშუალებას დაარწმუნონ დამკვეთი კლიენტი და მომხმარებელი, რომ მათი პროდუქცია ყველას ჯობია. არის თუ არა Q საუკეთესო ხარისხის დამადასტურებელ მოწმობებს შორის, შესაძლოა თუ არა ხარისხის ნიშნის ლოგოტიპი საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიებისთვის სავიზიტო ბარათი გახდეს. ბოლო რამოდენიმე წელია უკვე აქტიურად იქეთა მხრიდან არის შემოთავაზებული, უკვე იციან, რომ უხარისხო და რაღაც დაბალი ნიშნის მქონე საქონელთან ჩვენ ურთიერთობა არ აქვს. რას ნიშნავს ქართული ხარისხის ნიშანი ბიზნეს კომპანიებისთვის და რას მომხმარებლისთვის? რატომ უნდა ავირჩიოთ პროდუქტებს შორის მაინც და მაინც ხარისხის ნიშნოსნები? ქართული ხარისხის ნიშნის ასოციაცია კომპანიებს ინვესტიციის დაბანდებას სწორედ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებაში ურჩევს. ორგანიზაციამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ხარისხის ნიშანი რამდენიმე კომპანიას ჩამოართვა. ქართული წარმოებისათვის და განსაკუთრებით მომსახურების ობიექტებისათვის სამწუხაროდ დამახასიათებელი თვისება კარგად დაიწყოს და შემდგომ განვითარებაზე ნაკლები იფიქროს. რა განსხვავებაა ISO სერტიფიკატსა და ქართული ხარისხის ნიშანს შორის? რა შანსები აქვს ქართული ხარისხის ნიშნოსან პროდუქციას ევროპის ბაზარზე? მიაქცევენ თუ არა ყურადღებას საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებლები ჩვენს წითელ ნიშანს და რა უნდა იცოდნენ მის შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა? სწორედ ესეთი ხარისხის სერტიფიკატების და ნიშნების დანერგვის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ სტაბილურად ვაწვდით ესეთ ხარისხიან პროდუქციას ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად. ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე არასანდო აღმოაჩინეს იმ პროდუქტზე, რომელსაც აქვს ხარისხის ნიშანი, აუცილებლად უნდა შეგვატყობინოთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას.
ვიზე და რა პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხარისხის ფონდი? სად მოქმედებს ქართული ხარისხის ნიშანი და როგორ? არის თუ არა ის მაღალი ხარისხის დამადასტურებელი საერთო ნაციონალური მოწმობა? რა კრიტერიუმებით ხდებიან ქართული ხარისხის ნიშნოსნები? ნახეთ გადაცემა ინვესტორში პარასკევს ზუსტად 19 საათზე. ქართული კომპანიები, რომლებიც ნებაყოფლობით ირჩევენ ქართული ხარისხის ნიშანს, გადაცემა ინვესტორი იმყოფებოდა ქართული ხარისხის ნიშნის ასოციაციაში. ჩავწერეთ მისი ხელმძღვანელი და დაუსვით შეკითხვები, რომლებიც ერთნაირად საინტერესოა როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ასევე ქართული კომპანიებისთვისაც. როგორ ირჩევენ ქართული ხარისხის ნიშანს და როგორ ანიჭებენ ქართული ხარისხის ნიშანს, ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა დღევანდელი. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქართული ხარისხის ნიშნის ასოციაცია მიერთებულია ევროკავშირის ხარისხის ორგანიზაციასთან და სწორედ ევროპული სტანდარტები და კრიტერიუმების მიხედვით ხდება ნებისმიერი ქართული კომპანიის შეფასება, თუ კი რასაკვირველია ამ კომპანიას სურს ნებაყოფლობით ქართული ხარისხის ნიშანი კონდეს. გადაცემა ინვესტორი იმყოფებოდა ასოციაციაში, ასევე ვიმყოფებოდით ჩვენ მსხვილსავაჭრო ცენტრებში, სადაც ქართული ნიშნოსანი პროდუქცია იყიდება და ჩავწერეთ მომხმარებლებიც. ნახეთ რას ფიქრობენ ისინი. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ნებისმიერ სუპერმარკეტში, სადაც არ უნდა მივიდეთ, უკვე წავაწყდებით ხარისხის ნიშანს. Cute. მომხმარებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს? როგორ უნდა ავარჩიო ეს ხარისხის ნიშნიანი პროდუქცია და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად? რამდენად ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ხარისხოვანი პროდუქცია? იმით დავიწყოთ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით გუდულში და გუდული უკვე არის ხარისხის ნიშნოსანი კომპანია, თუმცა გუდულის დახლებზე მომხმარებლისთვის უკვე გამარტივებულია პროდუქტის არჩევა, იმიტომ რომ ჩვენ ხარისხის ნიშნის ლოგო უკვე ძალიან ბევრ პროდუქტს აქვს დატანილი. მე თქვენ ახლა განახებთ, მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისთვის ყველა კომპანიაზე წინ დგას მომხმარებლის ინტერესი და მომხმარებლის სანდოობა. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რომ ყველა ხარისხიან პროდუქტს ჰქონდეს ხარისხის ნიშანი. აი მაგალითად, ახლა შემიძლია მე გაჩვენოთ თქვენ სანტეს პროდუქცია, აი მაგალითად არაჟანი, რომელსაც აქვს წითელი Q. მომხმარებელს კი, ეს არის ჩვენი ლოგო. მომხმარებელს უკვე შეუძლია აი ამ წითელი ლოგოთი, წითელი Q-თი მიხვდეს, რომ ამ პროდუქტს აქვს ხარისხის ნიშანი. ეს იმას მიგანიშნებთ, რომ ჩვენთან მუშაობენ დამოუკიდებელი ექსპერტები, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე დამოუკიდებელი მხარე არის საქართველოს ხარისხის ასოციაცია. ხარისხის ნიშანი, როდესაც აქვს პროდუქტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებს ხარისხის მაღალ სტანდარტს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში და ჩვენ იმ დებულებებით მუშაობთ, რომლის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის რეკომენდაციით გვაქვს ჩვენ ეს დებულებები მორგებული, რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარს. შესაბამისად, როდესაც წითელ Q-ს დაინახავთ, ანუ მე შემიძლია სხვა პროდუქტიც გაჩვენოთ, აი ამას აქვს მაგალითად. ასევე აქვს სანტინოს, საქართველოს ხარისხის ასოციაციის ლოგო. აი, ესეც ჩვენი ლოგოა, საქართველოს ხარისხის ასოციაციის. ეს იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გავხადოთ, მიაგნონ ჩვენ პროდუქტს. ამ ბოლო ხანებში როცა ვუყურებთ, უკვე აკვირდებიან ეტიკეტის კითხვის კულტურა. ნელა, ანუ თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცხოვროთ ჯამრთელად და ალბათ ცხოვრების წესი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის პრიორიტეტი, ხარისხი უნდა გახდეს ჩვენთვის პრიორიტეტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უკვე კითხულობენ, უკვე ადამიანები ფიქრობენ იმაზე, რომ ჯამრთელი საკვები მიიღონ და მათი ჯამრთელობისთვის იყოს ეს სასარგებლო. ამიტომ ამ დახლის გარდა წამოთ ცოტა იქით წავიდეთ, ლელა ცოტა გავისეირნოთ და იქით გაჩვენებთ სხვა პროდუქტებს, რომელსაც ასევე აქვს ხარისხის ნიშანი. ყველაზე მთავარი არის, რომ კომპანიები ნებაყოფლობით ირჩევენ ხარისხის ნიშანს. შესაბამისად, ჩვენი ექსპერტები, როდესაც შედიან კომპანიაში შესასწავლად და შესაფასებლად, თუ რომელიმე კომპანია არ აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტს, ყველაზე მთავარი არის ის ალბათ, რომ ექსპერტები დებენ რეკომენდაციას, რა უნდა გააკეთოს კომპანიამ იმისთვის, რომ მიიღოს ხარისხის ნიშანი. აი კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც შემიძლიათ გაჩვენოთ ჩვენი ლოგოთი, ეს არის ასკანელი ძმების კონიაკი, აი დატანილი აქვს ხარისხის ნიშანი და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ მომხმარებლისთვის მარტივი გახდეს დიფერენციაცია ხარისხის ნიშნოსანი პროდუქტების. იქით გადავინაცვლოთ კიდევ ერთი პროდუქტი მინდა გაჩვენოთ, რომელსაც ასევე აქვს ხარისხის ნიშანი. არის პროდუქტები, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად, სამხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი რაც არის, აი პური მაგალითად. კი, რა თქმა უნდა, მომხმარებელი ყოველ დღე მოიხმარს ამას. აი, სხვათა შორის, პური იფქლი, რომელსაც აქვს დატანილი ასევე წითელი Q, აი. ამით შეუძლია მომხმარებელს მიხვდეს, რომ იფქლი არის ხარისხის ნიშნოსანი და პროდუქტებში მხოლოდ ამ იფქლის ნაწარმს აქვს. კი.
არ გამოუთქვათ სხვა დაუშვათ პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს? იცი როგორ არის? სურვილი რომ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ხარისხის ასოციაციაში ახალი მენეჯმენტი არის და შესაბამისად ისინი უკვე აქტიურად აწარმოებენ სხვადასხვა კომპანიასთან მოლაპარაკებას. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული ბაზა კომპანიებს, ვინც არიან ხარისხიანები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხიანები არიან და ისინი იმსახურებენ ხარისხის ნიშანს და ვიწყებთ მათთან აქტიურ თანამშრომლობას. კი, რა თქმა უნდა, კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, რომ მიიღონ ხარისხის ნიშანი, თუმცა ჩვენთვის რა არის მთავარი? თუ ორგანიზაციას ან კომპანიას არ აქვს კარგი იმიჯი საზოგადოებაში, რაც არ უნდა მას სურვილი გამოთქვას, ჩვენთვის არ არის პრიორიტეტი, რომ მათ მივანიჭოთ ხარისხის ნიშანი. მაშინ ჩვენ დავკარგავთ მომხმარებლის სანდოობას. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს ცუდი რეპუტაცია და ცუდი იმიჯი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ ხარისხის მაღალ სტანდარტს, ისინი ვერ მიიღებენ ხარისხის ნიშანს. და ყველაზე მთავარი შეკითხვა. კი ბატონო, ძალიან ბევრი პროდუქცია ნახეთ დღეს, რომ არის დატანებული სიმბოლო, თქვენი ლოგოტიპი Q. დობის ხარისხიც ვახსენეთ. რატომ უნდა გენდოთ? ესეც ვიცით, რომ თქვენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ და ეს არის მესამე ძალა, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ დობის ხარისხს რაც შეეხება, რას აკეთებთ იმისთვის, თავად თქვენ მომხმარებელთან როგორ მუშაობთ? მე ვიცი, რომ კომპანიებთან როგორ მუშაობთ, მაგრამ როგორ მუშაობთ მომხმარებელთან? რომ მე ვიცოდე, როგორც მომხმარებელმა, რას ნიშნავს თქვენი ორგანიზაცია და რას ნიშნავს ეს წითელი ნიშანი. მე ვთქვი უკვე, რომ ჩვენთვის მთავარი არის მომხმარებელი. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომელსაც დატანილი აქვს ხარისხის ნიშანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ პროდუქტზე. ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე არასანდო აღმოაჩინეს ან ხარისხი გაფუჭებული რას იმ პროდუქტზე, რომელსაც აქვს ხარისხის ნიშანი, აუცილებლად უნდა შეგვატყობინოთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. მთავარი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ხარისხის ნიშანი 3 წლის ვადით გადაეცემა, ჩვენ კიდევ ვამოწმებთ. მით უმეტეს თუ ეს საკვე პროდუქტებს ეხება, ჩვენ რამდენჯერმე საკონტროლო საინსპექციო სამუშაოებს ვაწარმოებთ იმისათვის, რომ კომპანია ინარჩუნებდეს მუდმივად მაღალი ხარისხის სტანდარტს. აქტიურობა მაინც საზოგადოების მხრიდან არის აუცილებელი. აუცილებელი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩაერთოს ამ პროცესში საზოგადოება და ჩვენი მომხმარებელი. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მათ პირდაპირ კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენთან. თუ რამე არ მოეწონებათ მათ ან შეატყობენ, რომ რაღაცა ბაზარზე არის ისეთი უხარისხო, შეუძლიათ ჩვენ დაგვირეკონ, გვაცნობონ და ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ მათთან. კომპანია Goodwill-ისთვის, როგორც ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარისხის ნიშნის ქონა, იმიტომ რომ ეს არის მესამე პირი, რომელიც აფასებს რეალურად რა მდგომარეობაშია ზოგადად როგორც სერვისი, ასევე პროდუქტის ვარგისიანობა და ჩვენთვის როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარისხის ნიშნის ქონა. ჩვენთან ასევე მომრავლდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ასევე ანიჭებენ უპირატესობას ხარისხის ნიშნის არსებობას. ამას ამჟამად მომხმარებელი, იმიტომ რომ დღითიდღე მრავლდება მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც კითხულობენ ამ ნიშნის შესახებ ინფორმაციას და მათთვის მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია და ისინი უფრო მეტად დაცულები არიან და ეს რასაკვირველია მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე იმ კომპანიებისთვის, ვის ისავს ამ ხარისხის ნიშანს. ძალიან ხშირად უკვე სუპერმარკეტებში ქართულ პროდუქციაზე გვხვდება ნიშანი Q. ანუ ხარისხის ნიშანი. მოდი დავიწყოთ, რას ნიშნავს თვითონ თქვენი რა ფუნქციები აქვს ამ ორგანიზაციას ზოგადად, რას ნიშნავს ეს ნიშანი ნებისმიერი ბიზნესისთვის, ნებისმიერი პროდუქციისთვის. გასაგებია ერთი რამ, რომ თუ მე აღმოვაჩინე ნებისმიერ პროდუქტზე ნიშანი Q, ეს არის განმასხვავებელი, უკეთესი ხარისხი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემთვის როგორც ბიზნესმენისთვის, მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემ ნაწარმოებ პროდუქციას მქონდეს თქვენი ლოგო? Q ხარისხის ნიშანი. დავიწყოთ იქიდან, რატომ არის Q? Q არის მთელ მსოფლიოში აღიარებული სიმბოლო ხარისხისა და ყველა ქვეყანას თავისი Q ნიშანი გააჩნია. ოღონდ სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ფერების დატვირთვისა. ჩვენ ავირჩიეთ Q ქართული დროშის ფერებში, ანუ წითელ ფონზე თეთრი Q არის და ხშირად მას წითელ Q-საც ვეძახით. ხარისხის ნიშანი თვითონ პროექტი ჩვენ განხორციელება დავიწყეთ ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ სამომხმარებლო ბაზარზე უკვე დაწყებული იყო გამოცოცხლება იმ სტაგნაციის შემდგომ, რაც 90-იანი წლების ბოლოს შეინიშნებოდა. კერძოდ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაწყებული პურის ტალონებიდან საერთოდ პრობლემა დაპურებისა ყოველთვის არსებობდა გარკვეულ პერიოდში 90-იანი წლებისა. შემდგომ უკვე გაიხსნა, ასე ვთქვათ, ეკონომიური საზღვრები და ძალიან ბევრი პროდუქციის შემოდინება დაიწყო საქართველოში. მადლობა ღმერთს,
ძალიან ბევრი საწარმოც აღდგა და დღეს უკვე ქართული ბრენდებიც მრავლად არის წარმოდგენილი და მე ვისურვებდი კიდევ მეტი იყოს ჩვენ სამომხმარებლო ბაზარზე. დღის ეს რიგში უკვე დგება საკითხი, როდესაც მომხმარებელს უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება და სწორედ აი ამისათვის ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომლის მეშვეობითაც და კონკრეტულად ხარისხის ნიშნის მეშვეობითაც მომხმარებელს პირველი შეიძლება სწორი არჩევანის გაკეთება, რამე თუ აი ამ პროექტის უკან, პროგრამის ხარისხის ნიშნის უკან არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პროფესიონალური შეფასება, როგორც კვების პროდუქტებისა, ასე სხვა სახის პროდუქციისა, აგრეთვე მომსახურების. და მეორე მხრივ ეს არის კიდევ ერთი შანსი, რათა თვითონ მომწოდებელმა, წარმოებელმა თავიანთი წარმატებული საქმიანობა თუნდაც აი ესეთი დამოუკიდებელი, მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ აღიაროს. კონკურენციის თვალსაზრისით, მე თუ მაქვს წარმოებელს მინიჭებული Q, ბაზარზე თვითონ რა ხდება? ანუ მე რა უპირატესობები მაქვს გარდა იმისა, რომ მე მირჩევს მომხმარებელი, აი ამის გარდა კიდევ რა უპირატესობები მაქვს როგორც კომპანიას? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა კომპანია მომხმარებელზეა ორიენტირებული. მომხმარებლის გულის მოგება ხდება არა მხოლოდ ლამაზი შეფუთვით, არამედ რა თქმა უნდა, ესაა უმაღლესი ხარისხი. ხარისხი უნდა გახდეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამა თუ იმ პროდუქციისა და მომსახურების. ნელ-ნელა აქეთკენ მივდივართ, კონკურენციის პირობებში სწორედ წარმოებლები ყოველთვის ეძებენ იმ გზებს, რათა დაარწმუნონ მომხმარებლები და კლიენტები თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების უპირატესობაში. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ასპარეზზე ვართ გამოსულები, ჩვენ გვემსახურება აბსოლუტურად მე შემიძლია 30-მდე აკრედიტირებული ლაბორატორია გითხრათ. ეს არის 10-მდე სხვადასხვა სახის ინსტიტუტი და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება და ასევე ექსპერტები. ბატონო, რამდენიმე დღეში მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, ამას ელოდება მთელი ქვეყანა, ხო? რა შანსი ეძლევა, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შესაძლებელია მომხმარებელმა აარჩიოს სწორედ თქვენი ლოგოიანი, ლოგოტიპიანი პროდუქცია, რა შანსი აქვს ნებისმიერ კომპანიას უკვე ევროპულ ბაზარზე, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ თქვენ ევროპის ხარისხის ორგანიზაციასთანაც ხართ მიერთებული, ამიტომ მე როგორც კომპანიას რა შანსები მაქვს ევროპის ბაზარზე და ევროპის ბაზრის გარდა აზიის ბაზრებზე, ზოგადად სოფლიოს ბაზრებზე, რა შანსი მეძლევა თქვენი ნიშნით? ყველა ქვეყანას მაინც თავისი სტანდარტი გააჩნია და განსაკუთრებით ეს ეხება პროდუქციის და მომსახურების შეფასების კრიტერიუმებს, ჩვენ ურთიერთაღიარებას მივახციოთ. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი ხარისხის ნიშანი უკვე საერთაშორისო მასშტაბზე გავა, რა თქმა უნდა. ამაში ჩვენ ევროპის ხარისხის ორგანიზაცია ძალიან გვეხმარება. ჩვენ დამატებით მომსახურების ობიექტებისა მარკეტინგული ხერხი იდუმალი კლიენტის მეთოდი გამოვიყენეთ, უბრალოდ ამას დაურტეთ ხარისხობრივი მაჩვენებლის შეფასების კრიტერიუმები და გამოგვივიდა ძალიან საინტერესო პროგრამა. ანუ, როდესაც ჩვენ მომსახურების ობიექტის შეფასებას ვაწარმოებთ, აქ სხვა შეფასების კრიტერიუმებთან ერთად ვიყენებთ იდუმალი კლიენტის მეთოდიკას. ეს მოგვიწონეს და უკვე აღიარებულია მათ მიერ. კრიტერიუმებში დაემატა დიახ, იდუმალი კლიენტის მეთოდიც. აი ხა რაც შეეხება ევროპის ასოცირების ხელშეკრულებას, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რასაც ჩვენ როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე მივესალმებით და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროდუქციის გატანის ევროპულ ბაზარზე გატანის შანსი. ეს არის ჩვენი ცხოვრების დონის ამაღლების უნიკალური შანსი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ უფრო დიდ მიზანს მივახციოთ და ჩვენი ცხოვრების დონე ამაღლდება. ახალი მეთოდი ახსენეთ ალბათ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეს არის იდუმალი კლიენტის მეთოდი, ხო, რომელიც ჩართეთ ამ კრიტერიუმებში. მოდით შეფასების კრიტერიუმებზე გადავიდეთ, უფრო ტექნიკური მხარეა, ალბათ დაწყებული წარმოებიდან დამთავრებული მომსახურების სერვისამდე, აი კონკრეტულად როგორ ფასდება? ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაღალი დონის ექსპერტთა ჯგუფი ყავთ, ლაბორატორიები ყავთ, ისინი აფასებენ და ასე შემდეგ, მაგრამ კრიტერიუმები, რითიც ფასდება თვითონ კომპანიის ხარისხი. ეს კრიტერიუმები მოგახსენებ, ეს არ არის იოლი, თუმცა იმდენად სტანდარტიზირებულია, რომ ნებისმიერ მოწვეულ ექსპერტს ძალიან
იოლად შეუძლია პროექტის განხორციელება, შეფასებითი პროექტის განხორციელება. კერძოდ, ეს დებულება მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს თითოეულ ორგანიზაციაში. ხარისხის მენეჯმენტის შეფასება ხდება თავიდან ბოლომდე, რაც ლიდერშიპის, ტოპ მენეჯმენტის, მთლიანად სტაფის კვალიფიკაციაზე და ურთიერთპასუხისმგებლობაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე არის აგებული. ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შუალედური პროდუქცია, მომსახურების შემთხვევაში შიდა სტანდარტები და რამდენად შეესაბამება შიდა სტანდარტებთან. ასევე თანამდებობრივი ინსტრუქცია რამდენად სრულდება. უშუალოდ მზა პროდუქციის თუ ეს კვების პროდუქტებს ან სხვა პროდუქციას ეხება თუ ამას საჭიროებს ლაბორატორიული კვლევა, როგორც მზა პროდუქცია, ასევე შუალედური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა და რაც ყველაზე მთავარია, ლაბორატორიული კვლევა უშუალოდ სამხარებლო ბაზრიდან აღებული ნიმუშებისა და სინჯებისა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და მომსახურების სფეროს თუ ამოწმებთ, აი ამ შემთხვევაში იდუმალი კლიენტის არაერთი ვიზიტი. შეიძლება ერთი ვიზიტი რაღაცას დაემთხოს და ამიტომ ობიექტური ინფორმაცია იყოს. საშუალოდ ეს გახლავთ 3 ვიზიტი სხვადასხვა დროს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ნიშას, ზოგადად ნებისმიერ პროდუქციაზე, რომ იყოს დატანილი და ჩვენ ვიჩევთ, ხო, მაღალ ხარისხს, რა თქმა უნდა, და ამას უნდა მიეჩვიოს საზოგადოება. მე ვიცი, რომ ფონდი ქართული ხარისხი ჩამოყალიბდა 2002 წლიდან, შემდეგ უკვე ხარისხის ნიშნის პროექტი განხორციელდა და ვიცი, რომ 140 მომხმარებელი ყავდათ. დღევანდელი მონაცემებით სულ 68 კომპანიას აქვს. აი რატომ არის ესეთი განსხვავება? ანუ დინამიკაში მცირდება კომპანიების რაოდენობა. იქნება აგვიხსნათ ეს რატომ ხდება? ეს ციფრები მოყვანილია ხარისხის ნიშნის მფლობელი კომპანიების ასე ვთქვათ რიცხოვნობას წარმოადგენს და არ ეხება საქართველოს ხარისხის ასოციაციის წევრობას. იმიტომ წევრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ძალიან ბევრი კომპანიას სურვილი აქვს რომ ასოციაციის წევრი გახდეს და ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ხარისხის ნიშანს. რაც შეეხება ხარისხის ნიშანს, მათ აბსოლუტურად სიმართლეა 140-ზე მეტ კომპანიას მიენიჭა 2003 წლის დასაწყისიდან დღემდე ხარისხის ნიშანი, მაგრამ ამას ყველა ვერ ინარჩუნებს. და დაახლოებით 70 კომპანიამდე დღეს არის ვისაც აქვს უფლება გამოიყენოს ხარისხის ნიშანი. რატომ ხდება? 3 წლის ვადით ხდება, ხო, ხარისხის ნიშნის მინიჭება. თავდაპირველად იყო 1 წლის ვადით, შემდგომ ჩვენ ვადა გავზარდეთ, იმიტომ რომ ეტიკეტზე აი ამ ნიშნის დატანება საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და აქედან გამომდინარე 1 წელიწადში რომ ვადა გაუვიდო და არ ითვლებოდა ეს ძალიან ისეთ მიღებულად კომპანიების მხრიდან, ამიტომ ჩვენ 3 წლის ვადით კი გავზარდეთ გამოყენების უფლება, მაგრამ აი ამ 3 წლის შუალედებში ჩვენ აუცილებელ პირობად ჩავდეთ საინსპექციო კონტროლის განხორციელება. ხოლო რაც შეეხება მალფუჭად პროდუქციას, ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ კი არა რამოდენიმეჯერ განხორციელდეს და მათ შორის თუ ის განსაკუთრებით თუ ის არის სეზონური პროდუქცია, თქვათ ნაყინი ან რამე აი ასეთი. რამდენად უფრო ხშირად ხვდებით, რომ ხარისხს აგდებს კომპანია, ანუ არ ზრუნავს საკუთარი პროდუქციის ხარისხზე? საერთოდ ქართული წარმოებისათვის და განსაკუთრებით მომსახურების ობიექტებისათვის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დამახასიათებელი თვისება კარგად დაიწყოს და შემდგომ განვითარებაზე ნაკლები იფიქროს. ხარისხში რეინვესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი კომპანიისა და ორგანიზაციისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური კადრების მომზადება და მათი კვალიფიკაცია შემდგომ, რასაც ხშირ შემთხვევაში არ აკეთებენ. ეს კი იწვევს იმას, რომ წინსვლის ნაცვლად უკუსვლა შეინიშნება და ჩვენ ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია გავაგრძელოთ აი ესეთ კომპანიებთან ურთიერთობა. რამე თუ იმ კომპანიასთან ერთად, ვისაც ჩვენ ხარისხის ნიშანს ვანიჭებთ, აუცილებლად უდიდეს პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ თავზე და აი ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია მივანიჭოთ ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლება იმ კომპანიას, ვისაც ამის არანაირი საფუძველი აღარ ექნება. ამიტომ ხშირი შემთხვევა იყო ისეთი, რომ აფუჭებდნენ ხარისხს, ან არ შეესაბამებოდა ჩვენ მოთხოვნებს, თორე შეიძლება სტანდარტულ პროდუქციას უშვებდნენ კიდევაც და მეორე მხრივ აი ამ 10 წლის განმავლობაში რამოდენიმე კომპანია გაკოტრდა, რამოდენიმე კომპანიის საქმე არ წავიდა კარგად და ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლება
აღარ გაუგრძელდა. რა რაოდენობის თანხა ჯდება, ანუ რა ინვესტიციის განხორციელება საჭირო? ნუ ხა მე არა მაგ გადაიარაღებაზე ლაპარაკი, მენეჯმენტის დატრენინგებაზე, მათი განათლების ამაღლებაზე და ასე შემდეგ. უბრალოდ თვითონ ხარისხის ნიშნის მოპოვება რა ჯდება? რა უშუალოდ ხარისხის ნიშნის მოპოვებას ჩვენ არ განვიხილავთ როგორც რაღაც განსაკუთრებული საინვესტიციო თანხად, იმიტომ რომ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ეს მაინც უმნიშვნელო თანხაა. დაახლოებით იწყება 2100 ლარიდან და შეიძლება ავიდეს 8000-ზე, 9000-ზე, 10000-ზე გააჩნია სიდიდეს. ზოგადად ნებისმიერი კომპანია ამაყობს იმით, რომ აქვთ ISO სერტიფიკატი. ამაზე დაიწყეს ზრუნვა ძალიან სერიოზული ინვესტიციების განხორციელება საკუთარ კომპანიებში, რომ ქონოდათ ISO სერტიფიკატი, ქონოდათ დაშვება მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე, რომ დივერსიფიცირებული ბაზრები ქონოდათ გარდა რეგიონისა, ჩვენი რეგიონისა. როგორ უწევს კონკურენციას თუნდაც ეს ხარისხის ISO სერტიფიკატის, რა განსხვავება თქვენი Q, ანუ ხარისხის ნიშანი და ISO სერტიფიკატ შორის? გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ის, რომ ჩვენს და ISO-ს სერტიფიცირების დროსაც ხარისხის მენეჯმენტი ფასდება, ჩვენ გვაქვს განსხვავება პროდუქციის, კონკრეტული პროდუქციის და მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა არ ხდება ISO-ს მიერ. ISO სტანდარტები 9001 სერია წარმოადგენს მენეჯმენტის შეფასებას. ანუ ეს მენეჯმენტი როგორ არის დოკუმენტირებული მთლიანად პროცესები, აღრიცხული და როგორ არის გადანაწილებული პასუხისმგებლობა, როგორია კვალიფიკაცია და ასე შემდეგ. ხოლო კონკრეტულად პროდუქტის ხარისხი, ლაბორატორიული კვლევა არ არის გათვალისწინებული ამ შეფასების. ესაა სხვაობა მაგალითად ISO-სა და ჩვენ შორის. თუმცა ჩვენ ვაღიარებთ ISO სერტიფიცირებას და ეს ძალიან დიდ პლუსად მიგვაჩნია, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაში ხარისხის ნიშნის მინიჭების პროცედურა ტარდება. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს ISO სერტიფიცირებისა, ეს არის 22000, სადაც უკვე კვების უსაფრთხოების ელემენტები ირთვება და ესა ხასპის სისტემა, ასევე ეკოლოგიური სტანდარტი, არის შრომის უსაფრთხოების სტანდარტი და ამ შემთხვევაში მიდგომებიც სხვა და მოთხოვნებიც სხვა ორგანიზაციის და კომპანიის მიმართ. რამდენიმე დღის წინ გქონდათ პრეზენტაცია და თქვენ კიდევ რამოდენიმე 5-ზე მეტ კომპანიას მიენიჭა ხარისხის ნიშანი. თუ გახსოვთ, ბოლო 1 წლის განმავლობაში თუნდაც რომელს ჩამოერთვა ეს ხარისხი? ხარისხის ნიშანი თქვენი რომელ პროდუქციაზე ვეღარ ვნახავთ. სამ კომპანიას ჩამოერთვა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ამ ეტაპზე შავი პიარი გამოგვივა, ჩვენ იმ კომპანიებთან ვაგზელებთ მუშაობას, ჩვენ რეკომენდაციები უკვე გადაეგზავნათ. მათ და იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ პერიოდში ეს 3 თვიანი და 6 თვიანი პერიოდები დაუწესეთ, თუ გამოასწორებენ, ჩვენ ალბათ გავაგზელებთ მათთან ურთიერთობას, თუ არა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათ აღარ იქნებათ საბოლოოდ ჩვენი ნიშნის გამოყენების უფლება. ისე სამწუხაროდ არიან ესეთ კომპანიები. გითხრათ და ჩამოთვალოთ Q-ს ლოგოტიპით პროდუქცია ნებისმიერ ბაზარზე, სადაც არ შევალის მარკეტი იქნება თუ ასე შემდეგ. პირველი, რომ Q ლოგოტიპი არის დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ აღიარებული უმაღლესი ხარისხი. დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, არაკომერციული ორგანიზაცია და არც სამთავრობო და არც კომერციულ სტრუქტურებზე არ ვართ ფინანსურად და სხვაგვარადაც დამოკიდებული. მეორე, ეს არის მამტკიცებელი, რამე თუ ჩვენ უმაღლესი სტანდარტების მეთოდური უზრუნველყოფა გაგვაჩნია, რომელიც აღიარებულია ევროპის ხარისხის ორგანიზაციის მიერ და მესამე, ეს არის ავტორიტეტული, რამე თუ ჩვენ პროგრამის შემუშავებაში ვიყენებთ უმაღლესი დონის ხარისხის პროფესიონალებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, აკრედიტირებულ ლაბორატორიებსა და კარგად მომზადებულ იდუმალ კლიენტებს. ხარისხის ნიშანს კომპანიას ყავს ახალი მენეჯმენტი, სრულიად შეიცვალა ჩვენი მენეჯმენტი, როგორც PR-ი, ასევე პროექტის ხელმძღვანელი, გაყიდვების მენეჯერი ყველა შევიცვალეთ. და ძალიან ვაქტიურდებით ყველა მხრივ, გაყიდვების მხრივაც უკვე გვაქვს ბაზა შექმნილი, რომ კომპანიების, რომლებზეც თვლით, რომ არიან ხარისხიანები და რომლებსაც შეიძლება მიენიჭოს ხარისხის ნიშანი. ვაწარმოებთ ამ კომპანიებთან მოლაპარაკებებს,
და შემდეგ მოლაპარაკებების შემდეგაც უკვე ვიწყებთ მათთან მუშაობას. 10 ივნისს გვქონდა დაჯილდოების ცერემონიალი. ამ დაჯილდოების ცერემონიალზე უკვე შეემატა ჩვენ ხარისხის ნიშნებს ან კომპანიებს 5 კომპანია. ეხლა ივლისისთვის იგეგმება კიდევ ახალი დაჯილდოების ცერემონიალი. უკვე მიდის რამდენიმე კომპანიასთან მუშაობა და შეფასება. და ამ კომპანიებს უკვე დავაჯილდოებთ ივლისის თვეში. აგვისტოში ვგეგმავთ გასვლით დაჯილდოებებს, იმიტომ რეგიონალურ კომპანიებს დავაჯილდოებთ ხარისხის ნიშნით. უკვე ძალიან ბევრი კომპანია თვითონ გვიკავშირდება, მათ სურთ რომ გქონდეთ ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი. ასევე ჩვენც როდესაც მივდივართ მოლაპარაკებებზე კომპანიებთან, ძალიან ადეკვატურად იღებენ ამ ყველაფერს და ძალიან დიდ სურვილს გამოთქვამენ ჩვენთან თანამშრომლობისთვის. რა ინვესტიციას ხარჯავს თითოეული ქართული კომპანია იმისთვის, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ამაღლდეს? რა უჯდებათ მათ ქართული ხარისხის ნიშანი? როგორ უწევს კონკურენციას ქართული ხარისხის ნიშანი ISO სერტიფიკატს, რომელიც დაშვებულია მსოფლიოს ბაზარზე? რა განსხვავებაა ISO სერტიფიკატსა და ქართული ხარისხის ნიშანს შორის? ჩვენს მიერ შერჩეული კომპანიების მოკლე ისტორია და ნებაყოფლობითი არჩევანი ქართული ხარისხის ნიშანზე. რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხის ნიშანს. გადაცემის გენერალური სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი მსხალი ოქროს მედალი, ლიმონათი საფერავი ოქროს მედალი, ლიმონი ვერცხლის მედალი, ნაღები ვერცხლის მედალი, ზედაზენი ტარხუნა ვერცხლის მედალი. ზედაზენი ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომლითაც იამაყებს საქართველო. რა ინვესტიციას ხარჯავს თითოეული ქართული კომპანია იმისთვის, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ამაღლდეს? რა უჯდებათ მათ ქართული ხარისხის ნიშანი? როგორ უწევს კონკურენციას ქართული ხარისხის ნიშანი ISO სერტიფიკატს, რომელიც დაშვებულია მსოფლიოს ბაზარზე? რა განსხვავებაა ISO სერტიფიკატსა და ქართული ხარისხის ნიშანს შორის? ჩვენს მიერ შერჩეული კომპანიების მოკლე ისტორია და ნებაყოფლობითი არჩევანი ქართული ხარისხის ნიშანზე. ნახეთ სალომე ძაძამიეს მიერ მომზადებული რეპორტაჟი. ჩვენი მყოფების კომპანია ელიტა ფუდში, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა, გავისაუბრებით კომპანიის წარმომადგენელს ბატონ იმედა ნიკურაძეს. მოგესალმებით ბატონ იმედა. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის ეს ფაქტი და რაც მისცემს თქვენს კომპანიას, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ეს არის მრავალპროფილური კომპანია და შესაბამისად მომხმარებლებიც არიან სხვადასხვა სეგმენტის. მოგეხსენებათ, რომ შეფეს ელიტა ბურჯი არის მრავალპროფილური კომპანია და შესაბამისად მთლიანად კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე ინტენსიური მუშაობა მიდის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მინაპაკეტის და ალუმინის საამქროში ვიმყოფებით და ბუნებრივია, როგორც ეს საამქრო, სხვა საამქროებიც ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად ჩვენ ყავს ჩვენი შიდა სამსახური, რომელიც ყოველდღიურ ინტენსიურ სამუშაოებს აატარებს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მესამე პირის, მესამე სუბიექტის ჩართულობა ამ ხარისხის მართვის კუთხით. აი მოცულობებმა და იმ ტექნოლოგიებმა, რაც დღესდღეობით ჩვენს ქარხანაში არის, მისცა ამ კონკრეტულ სუბიექტს იმის საფუძველი, რომ ხარისხის ნიშანი მოენიჭებინა. მე მაინტერესებს პროცედურა, რამდენად იყო მარტივი თქვენთვის, ანუ ის ეგრეთ წოდებული დავალებები, რაც ამ შემთხვევაში კომპანიებს ეძლებათ ხოლმე, რაც უნდა დახვეწვან. აი, რამდენად მარტივი იყო თქვენთვის ეს მოსამზადებელი სამუშაოები? რა იყო, თქვათ, ზუსტი როლი თქვენი კომპანიისთვის? რადგანაც ჩვენ შიდა სამსახური გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, მთლიანად ბუნებრივია ამ სამსახურმა გაგვიოლა ჩვენ ამ სამუშაოების წარმატებით წარმართვა. შესაბამისად, მთლიანად ტელეკომპანიის მენეჯმენტი ორიენტირებულია ისეთი ტექნოლოგიების შეძენაზე, ისეთი საშენი მასალების შეძენაზე, რომლებიც გაგვიოლებს ჩვენ მომხმარებელთან ურთიერთობას და რომელიც ასოცირდება მაღალ ხარისხთან. მე მაინტერესებს შეფასების კრიტერიუმი როგორია ამ შემთხვევაში? მოგახსენებთ, ჩვენი კომპანია რამოდენიმე თვე მუშაობდა, რომ
აღნიშნული კუთხით კომპანიას ყოლოდა ისეთი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ჩვენს შესრულებულ სამუშაოებს შეამოწმებდნენ, გარკვეულ რეკომენდაციებს დადებდნენ ამ სამუშაოებთან დაკავშირებით და დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესია მებაყოფლობითი, შესაბამისად ჩვენი სურვილი იყო დიდი, რომ მესამე მხარე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩართულიყო ამ პროცესში და შესაბამისად მესამე მხარეს გარკვეულწილად მოეცა ის შენიშვნები და ის დამატებები თუ რა ჭირდება კონკრეტულ სამუშაოს და ამ სამუშაომ რომ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად რაღაც ამ ხაზით წავიდეს ქართლის სამუშაო ხაზი. შესაბამისად ინტენსიური კავშირი გვექნება ჩვენ ამ საექსპერტთა ჯგუფთან, რომლებიც მაღალი ინტენსივობით ივლიან იმ ობიექტებზე, სადაც მიდის გარკვეულწილად ყველაზე რთული სამუშაოები, რაც ახლა ლითონთან, ლითონის შედუღებასთან, მინაპაკეტის ვიტრაჟების დამზადებას და ასეთი რთული ტიპის სამუშაოებს ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც დამატებითი мотиваცია არის, როდესაც ელოდები ადამიანებს, კომპეტენტურ ადამიანებს, ექსპერტებს, რომლებიც შენ სამუშაოსთან დაკავშირებით რაღაცელ ანალიზს გააკეთებენ. დოკუმენტურად რომ ადაპტირებდეთ თქვენ ხართ ამ ხარისხის მოწმობის მფლობელი, ხარისხის ნიშნის მფლობელი. რამოდენიმე წლის წინ ამ კითხვით რომ შემოსულიყავით, ბუნებრივია გეტყოდით, რომ საერთოდ ასოცირდებოდა საქართველოს დაბალი ხარისხის პროდუქციის შესყიდვასთან და ასე შემდეგ და სულ უცხოელ პარტნიორებს წარმოედგინათ, რომ თუ მაღალ ხარისხიან პროდუქციაზე განვაცხადებდით ჩვენ პრეტენზიას, რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რაღაც ამ შემოთავაზებებს და უკვე ამ ეტაპისთვის და ბოლო რამოდენიმე წელია უკვე აქტიურად იქეთა მხრიდან არის შემოთავაზება, უკვე იციან რომ უხარისხო და რაღაც დაბალი ნიშნის მქონე საქონელთან ჩვენ ურთიერთობა არ აქვს, იმიტომ ბაზარზე ჩვენ საქართველოს სამშენებლო ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებით, მაგრამ ჩვენი კომპანიას უჭირავს ნიშა როგორც საიმედო კომპანიის და მაღალ ხარისხთან ასოცირებულ კომპანიისა. რა შეიცვლება ეხლა როდესაც თქვენ უკვე ხართ ამ მოწმობის მფლობელი, გარდა იმისა, რომ თქვა სანდოობა, თქვენ მრავალი წელია ოპერირებთ ქართულ ბაზარზე, აი ცვლილება რა არის? თვითონ მომხმარებლისთვის, ვინც იღებს თქვენს მომსახურებას იქნება ეს თუ პროდუქტი? მოგახსენებთ, ბუნებრივია, რომ სამშენებლო საქმიანობა იმდენად განახლებადი პროცესია ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მუდამ საჭიროებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ერთი არის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ის სამსახური, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულად მუშაობდა, მაგრამ ამას დამატებით ემატება კიდევ გარკვეულწილად მაკონტროლებელის ფუნქცია ექნება ამ კონკრეტულ ასოციაციას, რომელიც ყოველ ეტაპზე შეთანხმებისაბებ რეკომენდაციებს გაგვიკეთებს თუ რაიმე ტიპის სამუშაო არ იქნება შესაბამისობაში ხარისხთან. ეს გარკვეულწილად ჩვენი მუშამო სამსახურების, რომელიც ხარისხის კონტროლის კუთხით მუშაობს, იმათვისაც გარკვეულწილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დამატებითი უნარების და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით და პლუს ამას ჩვენ ბაზარზე კიდევ ერთხელ მყარად დაგვამკვიდრებს როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას. მინდა გითხრათ, რომ ხარისხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც წარმოებას ეხება, მით უმეტეს ისეთი პროდუქტის, როგორც ძის პროდუქტი არის, ჩვენთვის კრიტიკულია, რომ მომხმარებელი იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი პროდუქცია არის მართლაც ხარისხიანი. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფაქტს და სწორედ ესეთი ხარისხის სერტიფიკატების და ნიშნების დანერგვის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ სტაბილურად ვაწვდით ესეთ ხარისხიან პროდუქციას ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად და ამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი, რომელიც ნაწარმოებია, შეესაბამება შესაბამის სტანდარტს. აი, თვითონ მე მაინტერესებს მომხმარებლებში რამდენად არის ეს კულტურა.
რა თქვა, აი რამდენად აკვირდებიან იგივე აი ამ ნიშანს. ყველაზე მეტგზის პროდუქტს და სწორედ აქედან გამომდინარეობს, სწორედ ეს ხარისხის ზრუნვა და ჩვენი პრიორიტეტები ხარისხის მიმართულებით განსაზღვრავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენ გვენდობა, ამიტომ ძალიან თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელისთვის ხარისხი არის ძალიან პრიორიტეტული, ის ყველაფერს, რაც ხარისხთან არის დაკავშირებული, დიდ ყურადღებას აქცევს და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის მონაცემები და ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ კომპანიას გააჩნია. აი თვითონ სტანდარტზე წარმოების ეს რამდენად აისახება იგივე პერსონალზე თქვა. ყველაფერზე ეს აისახება არა მარტო თქვა ამ სტანდარტებზე, ეს არის დაწყებული ნედლეულის მიღებიდან, ნატურალურ ძეზე როცა არის საუბარი, დამთავრებული მაღაზიაში პროდუქციის მიტანით, ანუ მთელი საწარმოო ციკლის განმავლობაში ჩვენი პროდუქტი მკაცრად კონტროლდება ხარისხის კუთხით და სწორედ აი ეს სერტიფიკატი და ეს ნიშანი არის იმაზე მეტყველი, რომ ეს ყველაფერი დაცულია უმკაცრეს. აი თვითონ აი კონტროლის მექანიზმი თუ არსებობს, აი ვინმე თუ გაკონტროლებს ესე თქვა შიდა სამსახური ალბათ გეყოლებათ, იმიტომ რომ დიდი კომპანია ხართ. აი თვითონ გარედან რაღაც კონტროლის მექანიზმი. ჩვენ ხარისხის ნიშნის ფარგლებში სისტემატიურ კონტროლს გავდივართ. ეს ხარისხის ნიშანი კონკრეტული მაჩვენებლების დაკმაყოფილების შედეგად მივიღეთ. ეს სისტემატიურად კონტროლდება. ამ დროისთვის ეს იყო მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით გადაცემა ინვესტორი პარასკევს ზუსტად 19 საათზე გავა დროებით. გადაცემის გენერალური სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი მსხალი ოქროს მედალი, ლიმონათი საფერავი ოქროს მედალი, ლიმონი ვერცხლის მედალი, ნაღები ვერცხლის მედალი, ზედაზენი ტარხუნა ვერცხლის მედალი. ზედაზენი ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომლითაც იამაყებს საქართველო.